პრემიერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოსმენა ბოლო წლების საპარლამენტო ისტორიაში ირაკლი კობახიძის 7 საათიანი გამოსვლას ხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები, მმართველი პარტიის და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. გახარიას პარტია გამოძიების დაწყებას ითხოვს, სწორედ ყოფილი პრემიერის გუნდი აქტიურობდა დღევანდელი პოლიტიკური გამოსვლების დროს. იყო ურთიერთბრალდებები 20 ივნისის მოვლენებზე, ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაზე და რეზონანსულ საქმეებზე და მწვავე კრიტიკა განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართ. პრემიერ-მინისტრს დღეს საუბარი მოუხდა ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობის მიზეზებზე და ამერიკასთან შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე, ოკუპაციასა და რუსეთთან დამოკიდებულებაზე, ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ბოლო წლების სადავო კანონებსა და რეფორმებზე. ხმაურიან გამოსვლებამდე დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ყველა სფეროს შეეხო. ბოლო 1 წლის მთავარ მიღწევებად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა. დღეს პრემიერმა ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია დაძლეულად გამოაცხადა. თეონა მანაგაძე მუშაობს დილიდან პარლამენტში, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. თეონა, პირველ რიგში დავიწყოთ ბუნებრივია ფიზიკური დაპირისპირებით, უფრო კონკრეტულად რას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი? ფიზიკური დაპირისპირება მოყვა გიორგი შარაშიძის გამოსვლას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი. გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის არაკომპეტენტური. გიორგი შარაშიძემ თქვა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის როლი გამოჩნდა მაშინ, როდესაც ციტირებას მოახდენ მისი განცხადებით, საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და ირაკლი კობახიძე იდგა კუთხეში. მისი ამ განცხადების შემდეგ მას საშუალება აღარ ჰქონდა ტრიბუნასთან გაეგრძელებინა სიტყვით გამოსვლა, ვინაიდან სხდომათა დარბაზში უკვე დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. ქართული ოცნებისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრებს შორის ერთმანეთს თავდაპირველად დაუპირისპირდნენ უმრავლესობის წევრი ირაკლი ხელაძე და გიგა ფარულავა, გიორგი გახარიას გუნდის წევრიდან. ამის შემდეგ უკვე დაიწყო დაპირისპირება თავად სხდომათა დარბაზში. უმრავლესობისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრებს ქართულმა ოცნებამ შეურაცხყოფად მიიღო გიორგი შარაშიძის ის განცხადება, რომელშიც მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის როლთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით სხდომათა დარბაზი დატოვეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, შალვა კერესელიძემ, გიგა ფარულავამ და ასევე გიორგი შარაშიძემ. ამის შემდეგ უკვე განახლდა სხდომა. შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებს მოუწოდა კონსტრუქციულები ყოფილიყვნენ და ამის შემდეგ მან სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცა გიორგი გახარიას გუნდიდან ვიკა ფილფას, თუმცა მანაც ვერ დაასრულა ტრიბუნასთან საკუთარი გამოსვლა სიტყვით. შალვა პაპუაშვილმა მას ტრიბუნა დაატოვებინა და განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ის კონსტრუქციულობის ფარგლებს ცდებოდა, სიტყვას ვეღარ გააგრძელებდა. რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, დაპირისპირების შემდეგ უკვე რამდენიმე წუთში გიორგი გახარიას გუნდის წევრმა თითქმის ყველა წევრმა დატოვა სხდომათა დარბაზი და ისე გაგრძელდა სხდომა. ეს ანგარიში სამწუხაროდ იყო პირდაპირი გამოხატულება თქვენი არაკომპეტენტური და ხშირ შემთხვევაში ტყუილებზე აგებული, ასე ვთქვათ, წარუმატებელი მმართველობის გადასაფარად შექმნილი ერთგვარი მოდელირებული რეალობა, რომელიც სხვათა შორის ისეთივე სიმართლეა, როგორც მაგალითად თქვენს მიერ დაპირებული 9 კილოგრამი საქონლის ხორცი ათლარად. პრეზიდენტი ალიევი რო ბრძანდებოდა საქართველოში და თელმა საქართველომ რო ნახა ის კადრები, რაც ნახა, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენ რეალურ როლს და ამ ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე აგვიხსენით პასუხი. როგორი პრემიერი არ ყოლია საქართველოს, მაგრამ ესეთი ნამდვილად არ ყოლია, მინდა გითხრათ. მინდა უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ. პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, მაგრამ თავად აღიარებს, რომ პარტიაში თურმე მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენსკენ მოიკითხეთ. თქვენ არაფერი არ მოგემატებათ ამ გამოძახილებით, ბატონო არჩილ. ზუსტად ისეთივე არჩილ გორდულაძე დარჩებით, როგორიც ხართ. ტყუილან უირჯებით, გეუბნებით. უფრო მეტიც, ბატონო ირაკლი, არა თუ ქვეყანას, არამედ აი ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ესეთ პრემიერ-მინისტრს, პირდაპირ რომ გითხრა და დარწმუნებული ვარ, ეხლა აქ შეძახილებში კი მაგრები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი აქ სხდომი დეპუტატიდან დარწმუნებული ვარ, გულში მეთანხმება. ყველანი გავხდებით მომსწრე იმისა, როგორ დადგება დრო და როგორც თქვენ გაგემიჯნენ.
ეხლა ნუ რა არის ეხლა ეს? სამწუხარო არის რაც მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ და მე ფრაქცია გახარიას თუ საქართველოსთვის მიმართო, რომ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ, ასეთი ტონალობა, რაც მოხდა, ხარ მინდა მე შინაარსში შევიდე, მაგრამ მე როგორც გავიგე ხარ ასაც ქონდა ადგილი. ბატონო ირაკლი, გილოცავთ, ნამდვილად წარმატებული იყო თქვენი ანგარიში. იმედია გამოიწევით ჩემსკენაც, ხო, ბატონო გენო? ეხლა დამშვიდით და მომისმინეთ. სამწუხაროა, რომ დღეს თქვენმა მოთმინებამ ვერ შეძლო ამ ყოველფრის გამკლავება ღირსეულად, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ პოლიტიკოსები. თქვენ ვერც ამ ქვეყნის ეროვნულობას იცავთ, ვერც ამ ქვეყნის ღირსებას იცავთ. თქვენ ვერც ქრისტიანობას იცავთ, იმიტომ რომ ამ დარბაზში მოხდა, ახლა ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. აქ ნატაციებს თქვენი მხრიდან ვერ მოისვეთ ნამდვილად იმ საქციელის შემდეგ, რაც თქვენმა კოლეგამ ჩაიდინა. რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ თქვენს გვერდჩემს ხდომმა, რაც იკადრა და აკადრა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ამისი რეაქცია იყო ყველაფერი და ნაცვლად იმისა, რომ კონსტრუქციულ ფორმაში დაბრუნდეთ და შეიძლება პირიქით სინანული გამოხატოთ თქვენი თანაგუნდელის ამ ქცევის გამო, ნატაციების კითხვა დაიწყეთ ქალბატონო ვიკადე, ამას ჩვენგან ვერ მივიღებთ. ესენი წავიდნენ ახლა, გაიქცნათ აგენტურული ფრთა ნაცმოძრაობის და აქ ჩემ წინ გამომსვლელს ახლა, სანამ 2 წუთის წინ ვინც აქ იდგა და აგრძელებდა ერთ-ერთი მთავარი პროვოკატორის დროს თვითონვე წამოწდა, რომ აი არ გეყოთ ნერვებიო. ეს რას ნიშნავს, რომ ის თვეები, რომელი თვეებიც ამათ აქ დესტრუქციისთვის არიან მოვლენილები და შემოგზავნილები ჩვეულებრივად ამას მეუბრუნდები აუცილებლად, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა, რომ აი ამათმა ესეთმა საქციელმა და ამათმა განცხადებებმა დაჩtildeოს ის უმნიშვნელოვანესი და ვერც მოხდება ანგარიში, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. წვავე შეფასება ჰქონდა პრემიერ-მინისტრის იმის თაობაზე, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გუნდის მხრიდან ჰქონდა სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტს ადგილი. დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა აგენტურა. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა ქართული არამე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო და ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი, კაცი კაცს არ გავს და ქალი ქალს არ გავს. როცა უყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე. ღირსება დაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს კაცის სახე და ქალს ქალის სახე. და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. და საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ
აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას უწოდებდით, მას მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, აგენტობაზე, იქ უბრალოდ შეუძლებელია შენთვის, რომ იმოქმედო ღირსეულად, კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის ახალგაზრდები გვიყურებენ. თავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა თუ არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა, არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე. წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან. საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ თვალხარიაგი არა არის უთამოყარეო. მართლა ტრაიგულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რო გავალებენ უზრდელობას და შენ რო ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. არ ვიცი მე მართლაც რა ვალი აქვს ამ ადამიანის ასეთი მისი ფრაქციის თუ პარტიის წევრებს, რომ ასე საკუთარ თავს იკნინებენ საბოლოო ჯამში, კონდეს შესაძლებლობა იყო პარლამენტის წევრი და მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვაში და შენ ამომრჩევლებს მათ შორის ესაუბრო ამ დარბაზიდან იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებთ და მათ გონიათ, რომ ერთ-ერთი რაც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას არის გიორგი გახარია და მისი ბედი. აი ეს არის რომ ალბათ თავადაც კარგად ხვდებიან თუ რამდენად აცდენილი არიან საერთოდ საზოგადოების საკითხებს, მაგრამ ეს არის დავალება, როდესაც აქვთ მიღებული ამ დავალების შესრულება და სადამდეც მიიყვანეს საბოლოო ჯამში დღევანდელი სტომა თავადაც კარგად ნახეს და ეს მსგავსი საქციელი რაც ვიხილეთ ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს დღეს რიგით მესამე წლიური ანგარიში წარუდგინა. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო იმით, რომ პლენარულ სტომას დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. შიო მესამე ამ მიზნით პარლამენტში დღეს პირველად იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მსჯელობა მიმდინარეობდა კონსტრუქციულ რეჟიმში. პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად წარადგინა ანგარიში, მან ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რასაც მოიცავს მთავრობა. ამის შემდეგ კი დაიწყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, რა გზავნილები ქონდა პრემიერ-მინისტრს და რა კითხვები ქონდა დეპუტატებს, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხრილი, დამარცხებული. კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა პრემიერ-მინისტრმა მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და საპარლამენტო ტრიბუნიდან გააფრთხილა ყველა, რომ კორუფციის ფაქტებზე სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება იქნება. ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო ცვლილებები და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება. საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან. გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე აგებთ პასუხს. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზე. პრობლემად სიღარიბე დაასახელა, ხოლო ქვეყნის წარმატებად ეკონომიკური ზრდა. მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისტორიაში პირველად ეკონომიკამ 100 მილიარდს გადააჭარბა. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი ნაჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-31 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1.764 ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3.326 ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8.261 ლარი. ეს ნიშნავს რას? რომ
დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მილიარდ დოლარზე მეტს. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე. 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 9.4% და ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.3% პუნქტით 7.1%-მდე. 5 წელიწადში საქართველოში 560,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე, ბოლო 2 წელიწადში 185,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე და მხოლოდ გასულ წელს სიღარიბე დაძლია 90,000 ადამიანმა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მუშაობს. 2029 წლისთვის შეიძლება საქართველოში სრულად აღმოიფხვრას სიღარიბე იმ ტემპების მიხედვით, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული, განსაკუთრებით გასული 5 წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს სოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა საგარეო პოლიტიკაზე. ირაკლი კობახიძე ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ოპტიმისტურად უყურებს. ევროკავშირს კი საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაში ადანაშაულებს. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და მქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით რომ გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 91% არის შესრულებული. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა საგარეო ჩარევებზეც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 5 რევოლუციის მცდელობა აღიკვეთა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს საკუთარ ინტერესებს იცავს და სუვერენიტეტის შელახვის უფლებას არავის მისცემს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას. 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოართმია. და საბოლოო ჯამში დამხობის ცდელობა დასრულდა წარუმატებლად, კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს. უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის. მიუხედავად შანტაჟის არაერთი მცდელობისა, საზოგადოების სიცრუეს შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მადლობას ვუხდი პირველ რიგში ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმიდეს და მონეტარის შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და დღეს ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის ერთად დგომა. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიზინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას, ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დაამკვიდრა
ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიზინა ივანიშვილის დამსახურება კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში. მოხსენებისგან განსხვავებით მწვავე იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. ამ ფორმატში ერთმანეთს გიორგი გახარიასა და ქართული ოცნების წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცხარა იყო დისკუსია ევროინტეგრაციის პროცესზე. თქვენ საუბრობთ მრავალვექტორულ თანამშრომლობაზე, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დაგვიზუსტეთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეკონომიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანი არის. თუ ეს პოლიტიკური პარტნიორობაა, მაშინ როგორ ანაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც აწლეულებია ჩვენს თავდაცვის უნარიანობას და სუვერენიტეტის მთავარი გარანტია იმ სახელმწიფოთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გაეროში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს ხარს არასოდეს უჭერს. 78 მოხსწერია ასეთი რამ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის და აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ყველა გონივრული ზომა. ყველა გონივრული ზომა. და არსებობს ასევე კოლიზიის პრინციპი სამართალში. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პირველი თავით არის გარანტირებული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი. და თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, უპირატესობა კოლიზიის პრინციპის თანახმად ენიჭება ძირითად დებულებებში გამტკიცებულ ნორმას. და სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78 მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩინეთი არის ძალიან ღირსეული პარტნიორი და რაც არაერთხელ მithქვამს, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ტერიტორიით, მოსახლეობით, ეკონომიკით 20 ტრილიონიანი სახელმწიფოა. ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი. მიუხედავად ამ სხვაობისა, ჩინეთი ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს უდგება როგორც თანასწორს. და ეს მეტყველებს ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ღირსებას. და ნეტა ყველა სახელმწიფო ასე ღირსეულად მოქმედებდეს ჩვენაირი სახელმწიფოების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და მოწოდება. და ასევე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ. როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით, ასეთი გზავნილები გვესმის ხოლმე, ჩინეთი გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ქონია არც ერთი ომი. ეკონომიურის და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. რეგიონების განვითარებისთვის. უამრავი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, როგორც არის რკინიგზა, განათლების რეფორმა, აეროპორტების მშენებლობა, რასაც თქვენ შეეხეთ. დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ევროკავშირში ინტეგრაცია ამ ჩვენ ესეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაზე? იმ ფონზე, რომ დღევანდელი ევროკავშირის ეკონომიკური ვარდნის ფონზე და იმ ვალდებულებების ფონზე, რომელიც ჩვენ დაგვეკისრება ინტეგრაციის შემთხვევაში. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. მე ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთი. რეალურად ჩვენ რო გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში
ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგიერთ შემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა 2-ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 7 მაგის ზრდა ნომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა რო არ შემეშალოს, ამ პერიოდში დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირის გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავიზარდეთ, ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრს ერთხელ მაინც თუ მოგიმართავთ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ოფიციალური წერილით, რათა შესაძლო შეზღუდვები არ გავრცელდეს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. არსებობს თუ არა თქვენი ხელმოწერილი ერთი დოკუმენტი მაინც, სადაც ევროკავშირს მიმართავთ პასუხისმგებლობა დააკისროს ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა საქართველოს მოქალაქეებს. ერთხელ მაინც თუ აგიღიათ პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რომლებმაც ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხემდე მიიყვანა. აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ავლენს ქართველი ხალხის მიმართ. რა ახსნა აქვს იმას, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას მიცეს კანდიდატის სტატუსი და არ მიცეს საქართველოს და შესაბამისად ქართულ ხალხს. ერთადერთი ახსნა აქვს ამას, ეს არის უსამართლობა და ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს გააკეთეს 2022 წლის ივნისში და 2023 წლის დასაწყისში თვითონვე აღიარეს, რომ საქართველოს მეტად ეკუთვნოდა ეს სტატუსი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანას. მაგრამ ეს იყო უსამართლობა. ეს უსამართლობა აქედან კიდევ ივნისიდან გაგრძელდა წელიწად ნახევარი. და თქვენ ხედავდით, რომ პარალელურად, როდესაც ისინი გვეუბნებოდნენ უარს, ხან კანდიდატის სტატუსზე, ხან მოლაპარაკებების გახსნაზე, ამის პარალელურად მათივე დაფინანსებული NGO-ები ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. ამის წინააღმდეგ ჩვენ მოგვიწია გამჭვირვალობის კანონის და გრანტების კანონის მიღება და ამაზეც გახსოვთ რა რეაქცია ჰქონდათ და რამხელა სიცრუე გაავრცელეს. შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის ეს არის მაშინდელი ყოფილი ადმინისტრაციის დროინდელი ამერიკის ელჩის სიტყვები. სირცხვილი და თავის მოჭრა. ასეთ პირობებში ჩვენ გვიწევდა დაპირისპირება უსამართლობასთან, ორმაგ სტანდარტებთან და როდესაც გრძელდება ქართული ხალხის შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციის თემით, ესეც არის რა თქმა უნდა ამ შანტაჟის გაგრძელება. ურთიერთ ბრალდებებისა და ურთიერთ კრიტიკის საგანი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც. 2022 წელს თქვენ აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არიყავით როგორც პარტიის თავმჯდომარე და მოტივიც არ იცოდით, რატომ უნდა ჩასულიყავით იქ. თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე არჩევის დროს ამ მანდატით ჩახვიდოდით. ამასობაში უკვე მოხდა ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი და მაინტერესებს, რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან, კონკრეტულად რა ლოკაციაზე? ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დაუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა და რო შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა. მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები. შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია. ამასთან ერთად. ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიცნოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულად განსხვავებული შედეგები, არავითარი
გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის ერთადერთი ძიმე შემთხვევა ქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჯანაში. რაც ვისი დამსახურებაც არის, ჭყალებში დამსახურება ძალიან კარგად მოგეხსენებათ. თქვენ ახსენეთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ, ეს აქამდეც არაერთხელ გითქვამთ, რუსეთის მიმართ კონკრეტულად. და მინდა შეგახსენოთ, რა არის აი ამ თქვენი პრაგმატული პოლიტიკის კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ, ამ თქვენი პრაგმატული, ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც აი სულ ახლახან ჯერ კიდევ მაისის თვეში 9 მაისს დაიწყო კრემლში. და ალბათ იცით და თუ არ იცით მე გეტყვით რომ კრემლში პუტინსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ აი ფორსირებული ტემპით პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ დღეს თქვენ ამ შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებდით იმისთვის რომ ამ უმტკივნეულეს თემაზე თქვენს პოზიციას დააფიქსირებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ ვნახეთ და არ ვნახეთ და ამიტომ ჩემი კითხვა იქნებ განმარტოთ ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რა ასაპირებთ იმისთვის რომ ეს ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ წითელ ხაზებს ამ პოლიტიკაში და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია რა თქმა უნდა ოკუპაციის საკითხთან. და სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. კიდევ ერთხელ ეს არის ის, რომ რეალურად პირველი ხელისუფლება ვართ 90-იან წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართულ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადო დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიზნიამენიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი. ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიზნიამენიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს გვაქვს ჩვენ სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი, დღეს ქვეყანას ყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში, რა თქმა უნდა, არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან განსაკუთრებათა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი. რაც შეეხება ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში. იყო ორი ასეთი შეხვედრა, ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი. ეს შემიძლია დაგისუსტოთ. პრემიერ-მინისტრის მოსმენით პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა.